და ჩვენ უბრუნდებით რუსთაველის გამზირს, სადაც ხალხი ნელ-ნელა შეკრებას იწყებს. დედაქალაქის მთავარი გამზირი უკვე გადაკეტილია და ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 34 დღეა პროტესტის რეჟიმში ცხოვრობს, შეხვდეს ახალ 2025 წელს. თუმცა უფრო დეტალურად რა ხდება ახლა რუსთაველის გამზირზე, ამის შესახებ ნინო ცაკაკელია ისაუბრებს, ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. ჯადოსნური საპროტესტო ღამის გადამწყვეტი კულმინაციური დროისთვის უკვე შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე. მოქალაქეების ერთი ნაწილი გზა არის გადაკეტილი. ხედავთ ალბათ კადრებში, ძალიან ბევრი მოქალაქეა უკვე რუსთაველის გამზირზე, რომ ერთად შეხვდნენ ისევ პროტესტით ახალი წლის ღამეს. გადაკეტილია თავისუფლების მოედნით მიმდებარე ტერიტორია, ასევე ხალხს ხედავთ იქით და რუსთაველის გამზირზე აქეთ უკვე პარლამენტთან მოქალაქეები ემზადებიან იმისთვის, რომ ერთად აჩვენონ კიდევ ერთი ერთობის და პროტესტის ღამე უკვე 2024 წელი გააცილონ ამ ადგილიდან. ნია გუგავა უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. განსხვავებული და ძალიან ისტორიული დღე იქნება დღეს და თქვენთვის როგორც მოქალაქისთვის ამ უწყვეტი პროტესტების მონაწილისთვის რა განცდა ახალი წლის ღამეს აქ დგომა? ემოციურია, რა თქმა უნდა და სხვაგან სად ვიქნებოდით თუ არა აქ. არც წელს ყველა ერთად რუსთაველზე და შევხვდებით ახალ 2025 წელს და რაღაცა ჩავეხუტებით ერთმანეთს და გავამხნევეთ, გავაძლიერებთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ 2025 წელი იქნება ჩვენი გამარჯვების წელი. და რუსთაველზე ყველა დღეს ახალ წელსაც და ყველა დღესაც მანამ ვიდგებით, სანამ ჩემი მეგობარი ანდრო ჭიჭინაძე და სხვა უკანონო რეჟიმის პატიმრები არ გამოვლენ ჩვენთან ერთად არ დადგებიან და სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და სანამ ქართველი ხალხის ნება არ შესრულდება და ქართველი ხალხი ვართ ჩვენ, ასეთი ერთიანი, მე პირადად 20 წლის ვარ და ასეთი ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული ხალხი საქართველოში არ მინახავს და გამორიცხულია, რომ ეს ჩვენი ერთობა და ამ ხელა ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით არ დასრულდეს და ველოდები 2025 წელს იმ იმედით, რომ ეს წელი იქნება ჩვენი გამარჯვების და ამ დროსთან ერთად ვიცხოვრებთ ღირსეულ, ევროპულ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში. ძალიან საინტერესო ფრაზა თქვეს თქვენმა კოლეგებმა, რომ როგორც ოჯახში ხვდებით ახალ წელს და ეს არის ტრადიცია, ეს ტრადიცია არ ირღვევა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა უკვე ერთ ოჯახად ვართ ჩამოყალიბებული. თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას და მართლა განწყობა კი ასეთია, მაგრამ თქვენთვის როგორ არის ეს ამბავი? დიახ, ეს არის ერთი დიდი ოჯახი და რაღაცა ზოგი ჭირი მარგებელიაო ამ უდიდესმა პრობლემამ ჩვენ ქვეყანაში. ერთ მუშტად გვაქცია, ერთი ოჯახი ვართ, გაგვეცნო ერთმანეთი, შეგვაყვარა კიდევ უფრო ერთმანეთი და ერთმანეთის სიყვარულით და საქართველოს სიყვარულით ჩვენ ამ ადამიანებს არაფერი არ გაგვაჩენებს, არ გაგვაჩერებს, სანამ არ გავიმარჯვებთ და კი, ჩემი სახლი ახლა ეს არის და ჩემი ოჯახი ახლა აქ არის. ძალიან დიდი მადლობა ნია გუგავას, მსახიობს უსმენთ, მე ვთხოვ ოპერატორს, რომ აქ ვაჩვენოთ საინტერესო ამბავი და ბოდიში მაპატიეთ, თქვენთან უნდა მოვიდე აუცილებლად, გამარჯობა. მითხარით, აქ აპირებთ ახალი წლის შეხვედრას, როგორც ხვდები. თქვენი სათქმელი რა არის? გითხარით და რა მოიტანეთ? მოვიტანე ნამცხვარი, საკუთარი ხელით გაკეთებული, დღეს ტკბილად უნდა შევხვდეთ ყველანი ახალ წელს. ჩვენს თანამებრძოლებთან და თანამოქალაქეებთან ერთად დღეს ჩვენი სუფრა იქნება აქ რუსთაველზე და მინდა აქედან ვისარგებლო და მივმართო ჩვენს პოლიტპატიმრებს, რომ გისურვებთ გამძლეობას, ბედნიერებას და მალე დადგომილიყავით ჩვენს გვერდით და ერთად ვიზეიმოთ ამ მთავრობის გადადგომა და ყველაფერი ბედნიერს გისურვებთ 2025 წელს. ძალიან დიდი მადლობა მოქალაქეები, როგორც ხედავთ უკვე იკრიბებიან, მოაქვთ ნუგბარი ახალი წლის აღსანიშნავად, ირაკლი კვინიკაძესაც ხედავ და მოგესალმებით. თქვენი მთავარი სათქმელი დღეს რუსთაველის გამზირიდან რა არის? ჯადოსნური პროტესტის ღამე, ასე ქვია დღევანდელ დღეს და ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, ხო, ისტორიულიც. თქვენ რა გაქვთ სათქმელი, როგორც მოქალაქეს და უწყვეტი აქციების მუდმივ მონაწილეს? სათქმელი არის ის, რომ ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა არ დამთავრებულა და შესაბამისად აქ ვაგრძელებთ პროტესტს მიუხედავად ამ განსაკუთრებული დღისა, რომელსაც დიდიაში უნდა შევხვდრილიყავით სახლებში და ოჯახებში. არ გავაკეთეთ ესა და გადავწყვეტეთ, რომ შევხვდრილით ქუჩაში, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი, კოლეგა არის უკანონოდ დაჭერილი, რომლებიც ვერ ხვდებიან თავის ოჯახის წევრებთან ერთად ახალ წელს და შესაბამისად ჩვენც გავართ ქუჩაში და ეს რაღაცა შეკრებილი ხალხი და თანამებრძოლები გავხდით რაღაც ერთი დიდი ოჯახი და ერთად ვატარებთ ახალ წელს.
განსაკუთრებული დღე იქნება მართლაც. თუმცა მთავარი არის, რომ ეს არის პროტესტის დღე. რა თქმა უნდა. მთავარი მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ეს არის პროტესტი, ისევ, იმიტომ რომ არა გვაქვს დღეს რაღაცა თითქოს უფლება იმისი, რომ ეს ახალი წელი გავატაროთ ტრადიციულად, როგორც ვატარებთ ხოლმე თავის გართობით და ყველაფრით, იმიტომ რომ არ გვიდგას სამწუხაროდ ქვეყანაში ის მოცემულობა არ გვაქვს, რომ დღეს ვერთობოდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის დაჭერილი და ნაწამები და ასე შემდეგ და შესაბამისად ეს ყველაფერი არ გვაძლევს უფლებას იმის, რომ დღეს ასე ვთქვი, ვიყოთ რაღაცა განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე. ძალიან დიდი მადლობა თქვენს მეგობრებთანაც მივალ და ცოტა ხნით მოგაცდეთ, როგორ ღამეს ელით. ვიცით, რომ ჯადოსნური პროტესტი გველოდება წინ, მაგრამ აი თქვენთვის ერთი მოქალაქისთვის სათქმელი რა არის, მთავარი გზავნილი რა არის და აი თუ ელოდით, რომ ახალი წლის ღამეს აქ ამდენი ხალხი უკვე იდგებოდა. ველოდი სიმართლე გითხრა და კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, სანამ ყველაფერს ვიტყვი, რომ ძალიან თუ ლაივია ხო, ეხლა როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ჯგუფები დადიან უცხოენოვანი პროვოკატორები და ასაფეთქებლებს აფეთქებენ ალბათ გესმით ხმები და ცოტა გამომწვევად იქცევიან, სვავენ ბოთლებს და ამტვრევენ და რაც შევა მეტი ადამიანი გამოდით, რომ დავიცვათ რუსთაველი და არ მივცეთ არავის იმის უფლება, რომ რაღაცნაირად დემონიზება მოახდინონ ამ აქციების, ეგ პირველ რიგში. მეორე რაც შეეხება, ხო, არ ვიცი, ალბათ ეს არის პასუხი ჩვენი იმ მთავრობის ყველა გადაწყვეტილებაზე და რაც არ უნდა აგვიკრძალონ, რაც არ უნდა გააკეთონ, ჩვენ მაინც გამოვალთ, აქ ვიდგები, დავიცავთ ჩვენი მეგობრებს, რომლებიც არიან უკანონო პატიმრობაში და დავიცავთ პირველ რიგში ჩვენს მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს, რომელიც აუცილებლად იქნება ევროპული მომავალი. ძალიან დიდი მადლობა გილოცავთ ახალ წელს, რომელიც უკვე ძალიან მალე მოვა. აქ ხედავთ, რომ გრძელდება სახალხო ერთობის პროტესტი და ყველა ელოდება 12 საათის მოსვლას. ჯადოსნური პროტესტის ღამე, ასე ქვია დღევანდელ აქციას რუსთაველის გამზირზე, სადაც ისევ ძალიან ბევრი მოქალაქეა შეკრებილი და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ერთგვარად იქნება დღესასწაულის დღე და ასევე იქნება პროტესტის დღე. ცხადი არჩება უცვლელი მოთხოვნები 34 დღიანი პროტესტის ახალი არჩევნების შესახებ და ასევე რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ მოქალაქეები ამ ქვეყანაში. 51 პოლიტიკური პატიმარი ყავს ახლა საქართველოს, უბრალოდ ყავს ციხეში გამოკეტილი ივანიშვილის ოლიგარქიულ დე-ფაქტო ხელისუფლებას. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ვაჩვენოთ რუსთაველის გამზირზე რა ვითარებაა, ლუკა თუ შეიძლება ქაშვეთის მხარეს ვაჩვენოთ კადრი, აქაც უკვე ძალიან ბევრი მოქალაქე იკრიბება. მოდიან იმისთვის, რომ ერთად კიდევ ერთხელ აჩვენონ ერთობა და როგორც დღეს ვისმენით ჩვენ რესპონდენტებისგან, ეს ერთობა ნამდვილად შედგა და ნათელია ამ ერთვიანმა პროტესტმა აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთად დგომას აპირებენ მთავარი მიზნის მისაღწევად, ამ ქვეყნის დათმობას არ აპირებენ რუსული რეჟიმისთვის, რადგანაც დიდი ხნის გაცხადებული ისტორიული არჩევანი არის, რომ ევროპის ნაწილი იყოს ეს ქვეყანა. ასევე ვთხოვ, რომ იქით გადავინაცვლოთ და აქაც შევძლებთ ალბათ გასაუბრებას, თქვენ ისმენთ ასევე მოწოდებებს მოქალაქეების, რომ აი ბევრი გაურკვეველი ჯგუფები იმყოფებიან რუსთაველის გამზირზე. ეს არის ცხადია მშვიდობიანი პროტესტი, მოქალაქეები აქ იკრიბებიან იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოხატონ რეჟიმის ტყვეების მიმართ, ერთმანეთს ასევე თანადგომა გამოხატონ ერთმანეთის მიმართ. გიორგი, მოგესალმები. ისევ საპროტესტო აქციაზე ამჯერად წიგნით გახარ. შენი სათქმელი რა არის? ვამბობთ იმას, რომ დღეს განსაკუთრებული დღე იქნება, ძალიან ისტორიული და ჯადოსნური პროტესტის დღე. აი ჯადოსნური პროტესტის დღე როგორ გესმის? ჯადოსნურია მარტო იმიტომ, რომ ახალ წელს მე არ მახსენდება, რომ მე ქუჩაში გამოსულიყავი და იქ აღმენიშნა ახალი წელი და ზოგადად აღმენიშნა. ამიტომ უკვე ჯადოსნურია და ამის გარდა ჩვენ ადამიანები, რომლებიც 33 დღის განმავლობაში ვაპროტესტებდით იმ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და ასევე სოლიდარობას უცხადებდით უკანონო დაპატიმრებულებს, დღეს გამოვდივარ და ამ ჟესტით ვაჩვენებთ, რომ ჩვენც ვიქნით საკუთარი თავის დისკომფორტს ისე როგორც შეგვიძლია და ისინი თუ არიან ციხეში, ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ რუსთაველის გამზირზე, ადგილზე, სადაც მომავალ დღეებში ვფიქრობ, რომ
ჩვენი ქვეყნის მომავალი გადაწყდება. ასევე მთავარი მოთხოვნა და სათქმელი აქ არის უცვლელი თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც ახლა იმყოფებიან საპრობილოებში და ვერ არიან აქ, ვერ დგანან რუსთაველის გამზირზე. თქვენ რა გაქვთ სათქმელი ამ ადამიანებისთვის? ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ იბრძოლეს და ჩვენი ქვეყნისთვის ესე აქვს თავი გადადებული და ისინი ახლა ამის გამო იჯებიან. სხვა მათ მიმართ დანაშაული არ არის წაყენებული, მე ესე ვფიქრობ. გაუძელით ბიჭებო, ჩემი მეგობრებიც არიან იქ რამდენიმე, მაგრამ ვფიქრობ ის ადამიანები რომ ვიცნობ თუ არ ვიცნობ, უკვე ყველა ჩემი მეგობარია, იმიტომ რომ სამშობლოსთვის წირავენ თავს და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე იქნებით ბიჭებო თავისუფლებაზე და შემდეგ უკვე ერთად ვიზეიმებთ ევროპულ საქართველოში ცხოვრებას. ძალიან დიდი მადლობა, გიორგი, საპროტესტო აქციაზე ხალხი ისევ მოდის თუ რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნიდან თუ ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან ისება ცენტრალური გამზირი. მოგესალმებით კახა გოგიძე აქ თუ შეიძლება ლუკა რომ მოუბრუნდეთ რუსთაველის გამზირზე უკვე ახალი წლის ღამეს შეკრებილი ძალიან ბევრი მოქალაქე ჯადოსნური პროტესტის დღე იწყება. თქვენ როგორ გესმით ეს ფრაზა და რა არის განსაკუთრებული და ძალიან ისტორიული როა ამაზე ყველა თანხმდებით. ისტორიული არის ის რომ მე მრავალი პროტესტი გვინახავს და არ მახსოვს ჯერ ახალ წელს აქ შევხვედროდით. პრინციპში ახალი წელი ხვდება ჩვენს პროტესტს, მოდი ასე ვთქვათ რა და ჯადოსნური არის ის რომ ჩვენ ვართ ერთიანები, ჩვენ ვართ მთლიანები, ჩვენ ვართ უტეხები და ჩვენ უკან არ დავიხევთ ჩვენი სამშობლოს გულისთვის. ეს არის თამაში თუ რამე ჯადოსნური არის, მაშინ ესე იგი ჯადოსნური ყოფილა დღევანდელი დღეს და ახალი წელიც და ეს არის ერთი რაღაცაზე მეტყველებს რა. ყველაფერზე მთავარი, ყველა ახალ წელზე მთავარი, ყოველ დღეზე მთავარი არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო, რომელიც არის გასათავისუფლებელი. და ზუსტად ეს ხალხი, რომელიც ახლა აქ არის ბევრი და კიდევ მოდის და ძალიან ბევრი ვიქნებით, ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს. ვემსახურებით საქართველოს მორჩა და გათავდა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, კახა გოგიძე საუბრობდა მსახიობი პირდაპირ ეთერში. ასეთი არის აქ ვითარება, პროტესტისთვის მოქალაქეები ცხადია იკრიბებიან, ვიცით რომ რამდენიმე მსვლელობა არის დაგეგმილი, ერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შემოუერთდება პროტესტის ეპიცენტრს, პროტესტის მონაწილეები, ასევე რესპუბლიკის მოედნიდან არის მსვლელობა საპროტესტო აქციაზე მოვლენ მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციებიდან მარშით, თუმცა უკვე ვიცით რომ რამდენიმე ღონისძიება აქ დაგეგმილი, ერთი ჯგუფები მოაწყობენ უკაცრავად ლევან მოგესალმები საპროტესტო აქციაზე ისევ ამჯერად ახალი წლის ღამეს ჯადოსნური პროტესტი ფაქტობრივად დაიწყო უკვე რუსთაველის გამზირზე როგორი არის თქვენი სათქმელი და განცდა განსაკუთრებული დღე არის ნამდვილად წინასწარ მინდა 2 საათია დაშენელი მიულოცო დამდეგი ახალი წელი ჩვენს თანამოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებსაც ჯერათ ამ ქვეყნის თავისუფლების, ევროპული მომავლის, დამოუკიდებლობის ერთიანი საქართველოს იდეის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მე არაერთხელ მithქვამს, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე დგება ყველაზე სახალხო ახალი წელი. ჩემო მეგობრებო, ვინც მაინც გადაწყვიტეთ, რომ ოჯახში შევხვდეთ ახალ წელს თქვენს ძვირფას ადამიანებთან ერთად, მოგიწოდებთ, რომ 12 საათის შემდეგაც მოხვიდეთ, იმიტომ რომ ეს იქნება ის დღე, რომელიც არ დაგავიწყდება არც თქვენ და არც იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ვიქნებით შეკრებილები, იმიტომ რომ გარდა ახალი წლისა, გარდა დიდი დღესასწაულისა, ჩვენ გვაერთიანებს საერთო იდეა, წმენა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის და ის სოლიდარობა, რომელიც აუცილებელია გამომავლინოთ ყველა იმ პოლიტპატიმრის მიმართ, რომელიც დღეს უკანონო ძის ციხეში, მათ განსაკუთრებით მინდა მიულოცო ეს ახალი წელი და მინდა მათ კარგად იცოდნენ, რომ ის მუქარა, რასაც ივანიშვილი მათ უგზავნის, რომ რამდენიმე წლით იქნებიან საპყრობილეებში, არ ახდება 2025 წელი, იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვების წელი, თითოეული ჩვენგანის გამარჯვების წელი და რაც მთავარია, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. გაუმარჯოს თავისუფლებას, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს გელით რუსთაველის გამზირზე. ძალიან დიდი მადლობა ლევან სანიკიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ახლა მომაწოდეს ინფორმაცია რომ თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და ნელ-ნელა თანიქით გავემართოთ მოქალაქეები აწყობენ პროტესტისთვის მაგიდებს თუმცა იქ გარკვეული უბრალოდ გაურკვეველი ჯგუფები არიან მისულები და ამ მაგიდების დადგმის შესაძლებლობას არ აძლევენ ჩვენ ჩავინაცვლებთ ახლა თავისუფლების მოედნისკენ
აი აქ ხედავთ კადრებში, როგორც ჩანს მოახერხეს მაგიდების შემოტანა ამ ტერიტორიაზე. მოქალაქეებმა აქ აი ორმა ღერძულა ხაზზე გაიშლება საახალწლო სუფრა. ცოტა ხნის წინ აქციის ორგანიზატორები ჩავიდნენ ქვემოთ და როგორც მითხრეს, იქ გარკვეული პრობლემა იყო ამ მაგიდების ამ ტერიტორიაზე შემოტანაზე. კიდევ ერთ პრობლემას და შეფერხებას ელიან აქციის მონაწილეები იმ დროისთვის, როცა უკვე მუსიკალური ჯგუფები, ის ადამიანები, ვინც უარს ამბობენ სამთავრობო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე და მოერწყებიან პროტესტს და აქ შეასრულებენ თავის რეპერტუარს, მათი აპარატურის შემოტანაც ასევე სავარაუდოდ გახდება პრობლემა, ამიტომაც მოუწოდებენ აქ შეკრებილ მოქალაქეებს, რომ ძალიან მშვიდობიანად და ძალიან წყობრად უწმელყონ ამ ტექნიკის ამ ტერიტორიაზე შემოტანა. არ იქნება რუსთაველის გამზირზე სცენა, როგორც არაერთხელ ითქვა, თუმცა იქნება ძალიან გრძელი, გაშლილი საახალწლო სუფრა. ამ საახალწლო სუფრასთან ცხადია 2025 წლის აღსანიშნავად შეიკრიბებიან მოქალაქეები და ცხადია, რომ რუსთაველის გამზირი პროტესტის ეპიცენტრი იქნება, თუმცა ერთმანეთს მიულოცავენ ახალი 2025 წლის დადგომას აქ ამ ადგილზე უცვლელი მოთხოვნებით და უცვლელი სურვილებით, რომ რეჟიმი, რომელიც ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას წარმოადგენს, ახალი არჩევნების გზით იქნას გადარჩეული, დაინიშნოს ახალი არჩევნები და რეჟიმის ტყვეები გათავისუფლდნენ ასევე საპყრობილეებიდან. რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ლოკაციიდან მოვლენ მოქალაქეები და ხედავთ, რომ უკვე ეს გრძელი სუფრა გადაჭიმულია. ფაქტობრივად ახლა ჩვენ ვიმყოფებით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან და ხედავდით, რომ მოქალაქეები მოდიოდნენ ნიკა თუ შეიძლება აქეთ რომ გადავიდე, მოდიოდნენ ნუგბარით და ახალი წლის აღსანიშნავად საკუთარი ხელით მომზადებულ ტკბილეულს აქ გაასინჯებენ ერთმანეთს. ნიკა ფარულავა დგას ჩვენს კამერასთან, მოგესალმები ნიკა. ისტორიული დღე არის ჯადოსნური პროტესტის ღამე, ასე ქვია დღევანდელ დღეს, აი თქვენი განწყობა როგორია? 34 დღეა საპროტესტო აქციის ეპიცენტრი არის რუსთაველის გამზირი, თუმცა დღეს განსხვავებული დღეა. ხო, პირველი რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ რეალურად დღევანდელი დღეც არის პროტესტის ნაწილი და იმ დიდი გრძელი ბრძოლის ნაწილი და ეს დღეც ეძღვნება უპირველეს ყოვლისა ცხადია რეჟიმის ტყვეებს და პატიმრებს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს ჩვენ, რომლებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნის ევროპული თავისუფალი მომავლისთვის და ზოგადად ამბობენ, რომ ახალწელს ხვდებიან რაღაც ახლობელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან ერთ თვეზე მეტი, როდესაც ადამიანებთან ერთად იბრძვი ეხმარები სრულიად უცნო ადამიანებს, უცნობ ადამიანებს ერთმანეთის გამო შეიძლება დაგიჭირონ, დაგასახიჩრონ, რა ვიცი, გაწამონ იმის გამო, რომ ეხმარებოდი შენს თანამოქალაქეს თავი დაეცვა ბორო პოლიციელისგან, რეალურად ეს ადამიანები ხდებიან ყველაზე ახლობლები შენთვის. ამიტომ ხო ესეთი სახე მიიღო დღევანდელმა დღემ, რომ რეალურად ბრძოლაში ყველა ასე დღეს ხდებიან თანამებრძოლებთან ერთად. თანამებრძოლობა კი ყველაზე ძლიერი კავშირია. ამიტომ მე მგონია, რომ ეს საქართველო, რომელიც აქ დაიბადა ამ ერთი თვის განმავლობაში არის რეალურად მართლა ახალი საქართველო და იმედის მომტანი და ეს ადამიანები მოიტანენ ახალ წელსაც, ახალ იმედსაც და ახალ ქვეყანასაც საბოლოო ჯამში და ჩახსნიან რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს. იმიტომ რომ რეალურად რო ვისწავლოთ, თქვა მარტო ევროინტეგრაციაზე არ არის საუბარი რა. ანუ ახლა ბრძოლა ამ მომენტშიც მიდის იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ რუსული ორბიტინა და ეს ადამიანები შეძლებენ მაგას და ეს ერთობა შეძლებს ამ ყველაფერს. ეს სოლიდარობა, რომელიც 31 დეკემბერს სახლებში ვერ გაჩერდა და გარეთ გამოხედა ამ ემოციებმა, ამ გზნობებმა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მიზან დასახულობამ. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საინტერესო კადრებს ვადევნებთ. ახლა თვალს რუსთაველის გამზირი პროტესტის ეპიცენტრი არის ბევრი წელია და განსაკუთრებით აი ეს ბოლო ერთი თვე პრინციპში გაზაფხულიდან მოყოლებული, თუმცა ასეთი კადრი რუსთაველის გამზირზე არ უნახავს არავის და არ გვახსოვს ცხადია არავის. აი აქ იშლება საახალწლო სუფრა, სადაც მოქალაქეები, პროტესტის მონაწილეები, ჯადოსნური პროტესტის ღამის შემოქმედები და მონაწილეები ერთად შეიკრიბებიან 2025 წელი დადგება რუსთაველის გამზირზე. სწორედ აი ამ ერთობით აღინიშნება ეს დღე, თუმცა
უნდა ითქვას კიდევ ერთხელ ხაზგასმით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეს ღამე, იმიტომაც არის, რომ ეს არის განსაკუთრებული და განსხვავებული პროტესტის ღამე. ერთის მხრივ ახალი წლის მოსვლას ხვდებიან აქ მოქალაქეები და მეორეს მხრივ გრძელდება ის პროტესტი, რომელსაც უწყვეტად ვხედავთ მთელი საქართველოს მასშტაბით და ცხადია თბილისის ქუჩებში და ცენტრალურ გამზირზე, რომელიც გულისხმობს ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას და ასევე გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ეს არის დღევანდელი დღე და დღევანდელი პროტესტი, სოლიდარობა პოლიტიკური პატიმრების მიმართაც, რომლებიც გამოკეტილი არიან ივანიშვილის რეჟიმის მიერ საპროფილებში. საპროტესტო აქციაზე ისევ იკრიბებიან მოქალაქეები, ჩვენ ვესაუბრებოდით, მათ მთავარი სათქმელი იყო, რომ ფაქტობრივად ისევე ერთად ხვდებიან ახალ წელს, როგორც ოჯახებში და განცდაც ასეთია რუსთაველის გამზირზე, რომ რაღაც ოჯახური დღესასწაულია, იმიტომ რომ ეს ადამიანები მხარ და მხარ უკვე თვეზე მეტია იბრძვიან ახალი არჩევნებისთვის. მოდით, აქაც შეგვიძლია, რომ ლუკა, აქეთ გადმოდი თუ შეიძლება. მოქალაქეები არიან აქ შეკრებილები, მოგესალმებით. თქვენ რა გაქვთ დღეს სათქმელი? განსაკუთრებული დღეა, ისტორიული დღეა, თუმცა პროტესტი გრძელდება და მთავარი გზავნილები რა გექნებათ და რითი არის გამორჩეული ეს დღე თქვენ? ახლა ზუსტად მაგას საუბრობდით, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიუხედავად გაყალბებული ხმებისა შეძლო ის, რომ კიდევ უფრო დაანახა მას ჩვენ 80% ყველა დღეს ვინც უნდა გასულიყო რეგიონებში, ისინიც კი არ გავიდნენ და ყველა ვართ აქ ნიშნად იმის, რომ ჩვენ ბოლომდე გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ. ეს იქნება ჩვენი გამარჯვების ახალი წელი 2025. 2024-ს კიდე ვეტყვი, რომ მადლობა 2024 წელს, რომ დამანახვა თურმე როგორ გვიყვარს ქართველებს ერთმანეთი და როგორ გვიყვარს საქართველო ჩვენ ყველას და მადლობა თქვენ ჟურნალისტებს ძალიან დიდი. მინდა რომ თავისუფალი მედია გქონდეს, მინდა რომ თავისუფალი საქართველო გქონდეს, მინდა რომ ის ახალგაზრდები, რომელიც რომ მეკითხებიან, აბა ვის წამოვიდნენ ის ახალგაზრდები, რომელიც ნამდვილად ყვავს და ცოტა რაღაცა ვერ ვხედავდით აქამდე, რომ დავანახოთ, ვინ ყვავს ჩვენ და ვის უნდა დავუტოვოთ ჩვენი მომავალი, ვისია ჩვენი საქართველო. მადლობა, რომ აქ ხართ თქვენს და თქვენს მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავთ. მადლობა. აქ ისევ გრძელდება ცხადია ჯადოსნური პროტესტისთვის სამზადისი და ხედავთ, რომ ეს თეთრი წელი სუფრა, რომელიც ამ პროტესტის ღამის აღსანიშნავად და ახალი წლის აღსანიშნავად იშლება რუსთაველის გამზირზე, ფაქტობრივად ქაშვეც უკვე გაცდა. პროტესტის ეპიცენტრი არის რუსთაველის გამზირი, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს მოქალაქე გამარჯობა, თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ვართ, მოგესალმებით. ძალიან უცნაურად ვდგავართ ახლა. მოგესალმებით, ძალიან მიხარია გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. ზუსტად ვიცი, რომ ქართველი ერი გაიმარჯვებს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, მსგავსი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. დღეს მთელი ერი, ვისაც სამშობლოზე გული შესტკივა, ხვდება ახალ წელს რუსთაველზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ მოღალატე ხელისუფლებაზე. გილოცავთ ახალ წელს 2025 წელი იყოს ივანიშვილის გარეშე. ამინ. ძალიან დიდი მადლობა, მეც გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ხედავთ, რომ უკვე აქ ყველა ფაქტობრივად სრული სამზადისი საახალწლო ღამის დადგომასთან დაკავშირებით მიმდინარეობს და ეს სუფრები არის გაშლილი ღერძულა ხაზთან, თავისუფლების მოედნიდან, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან, ქაშვეც მიღმა, ეს გრძელი სუფრაა გაშლილი, იკრიბებიან მოქალაქეები, მსვლელობები მოვა, ასევე რუსთაველის გამზირზე ჩვენ ვრჩებით, რა თქმა უნდა, აქ ვრჩებით იმისთვის, რომ შეუერთდეთ ჯადოსნური პროტესტის ღამის აღნიშვნას.